პუტინს ეგონა რომ ხელშეუხებელი იყო. როცა მან დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დანამდვილებით იცოდა რომ უკრაინა ვერ შეძლებდა საპასუხო დარტყმას. თავდაპირველი შეჭრაც რომ ჩავარდნილიყო პუტინისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. უკრაინას არ ჰქონდა შორმანძილზე მოქმედი იარაღი. კონფლიქტი დარჩებოდა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი შეიჭრა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. როგორ შეიცვალა დრო? ხელშეუხებელი ლიდერი ახლა უკვე იოლად მისაწვდომია და მხოლოდ ერთი დრონით უკრაინამ ვლადიმერ პუტინს აჩვენა, რომ მას ნებისმიერ დროს შეიძლება დაარტყან. ჩვენ გადაგიყვანთ გელენჯიკში, კრასნოდარის რეგიონში. ეს განსაცვიფრებელი მამული, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს და რომლის გადაკეთებას ვლადიმერ პუტინს $1 მილიარდზე მეტი დაუჭდა, რომ იქ შეექმნა მდიდრული სასახლე, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყენებთ დასასვენებლად, მიჩნეულია, რომ ხელშეუხებელია. მსოფლიოსთვის ცნობილი როგორც პუტინის სასახლე, ეს უზარმაზარი მამული შეიცავს ყველაფერს, რაც გიჟ დესპოტს შეიძლება დასჭირდეს. წარსულში ეს სასახლე სავსე იყო ყველაზე მდიდრული ავეჯით, რაც კი წარმოგიდგენიათ. მათგან ბევრი პუტინს აჩუქეს იმ ოლიგარქებმა, რომლებიც მან გამდიდრა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა. ერთ დროს დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობდა ამ მდიდრული შენობის მშენებლობასა და რემონტზე. მას ჰქონდა იაპონური ბაღი, იატაკის დონეზე განთავსებული აუზი და უზარმაზარი სპორტული დარბაზი, რომელიც თითქმის მთლიანად მარმარილოთი იყო აშენებული. დიახის ძირითადად თაბაშირის ფირფიტებით იყო გაკეთებული და მოგვიანებით მისი ნაწილი საზიზღარი მწვანეობით დაიფარა. მაგრამ თუ რამეს ამტკიცებს ეს ყველაფერი, სწორედ იმას, რომ გელენჯიკი ნამდვილად იყო პუტინის სასახლე, გარედან შთამბეჭდავი, მაგრამ შიგნით ოლბებოდა. ეს სასახლე იყო მონუმენტი იმ სულ უფრო იზოლირებული სამყაროსი, რომელიც პუტინმა თავისთვის შექმნა. სახლი სახლიდან შორს, კაცრად დაცული და საშუალო რუსისგან ძალიან დაშორებული. აქ მოდიოდა პუტინი დასასვენებლად. მტკიცედ სჯეროდა, რომ სასახლის კედლებში ოფნისას ვერავინ მიეკარებოდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული დრონი პუტინის სასახლიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა. უკრაინას პირდაპირი დარტყმა არ განუხორციელებია. არც კი არის ცნობილი, იყო თუ არა სასახლე სამიზნე. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ის დრონი, რომელიც ჩამოვარდა, ობიექტამდე სულ 300 მეტრით ადრე ჩამოაგდეს, რომელიც რუსულ რაკეტების წარმოებასთან არის დაკავშირებული. ეს უფრო სავარაუდო სამიზნეა, მაგრამ პუტინისთვის ეს ობიექტი, ისევე როგორც 6 მოკლული და 40 დაჭრილი, რომლებიც მაშინ დაშავდნენ, როცა რუსეთმა გიჟური გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინის დრონი დასახლებული პლაჟის თავზე ჩამოაგდო, მნიშვნელობას არ წარმოადგენს. პუტინისთვის მთავარი ისაა, რომ ამ ერთმა დრონმა შეიძლებოდა მისი მოკვლა. ის ჩამოაგდეს გელენჯიკიდან სულ რაღაც 24 კილომეტრში. რაც პუტინს ერთხელ და სამუდამოდ უჩვენებს, რომ იმ რუსეთში, რომელიც თავისთვის შექმნა, ყველაზე დაცული ადგილებიც კი ახლა უკრაინის თვდომაშია. შესაძლოა უკრაინას სასახლე მიზანში არ ყავდა ამოღებული, მაგრამ შეეძლო და ნებისმიერ დროს შეუძლია. ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, ახლა მასთან უფრო ახლოსაა ვიდრე ოდესმე. ის რაც პუტინს ეგონა იქნებოდა შეჭრა, რომელიც რუს ხალხს უკუ რეაქციას არ მოუტანდა, გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად, რომელიც რუსეთში ყველას ემუქრება. პოლიტიკური ელიტები ამ უჩხულის სათავეში პუტინი ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ უხილავი კედლის მიღმა, რომელიც იმას შექმნა, რომ უკრაინას მათ სახლებში დარტყმა შეეძლო. ეს კედელი დაინგრა და პუტინმა ეს მესიჯი მკაფიოდ და ნათლად გაიგონა. რუსეთში აღარ დარჩა ადგილი, სადაც პუტინს შეუძლია დამალვა და უკრაინა ვერ მიუწვდება. როგორც კი ეუპოსტი იუცხება, ერთი რუსი კომენტატორი ამტკიცებ, აღარ არსებობს ერთი კონკრეტული საბრძოლო ველი და აღარ არსებობს უკანა ზონა, სადაც უბრალოდ დამალვა შეიძლება. რუსეთში დამალვის ადგილი აღარ დარჩა. ეს კომენტატორი მართალია. თუმცა გელენჯიკში პანიკა მხოლოდ ერთმა დრონმა გამოიწვია. და მალე გაიგებთ, როგორ რეაგირა რუსეთმა. რეალობა ისაა, რომ უკრაინამ დააგროვა მარაგი, რომელსაც ხშირად შორი მოქმედების საშუალებებს უწოდებს და რომელსაც პოტენციურად შეუძლია პუტინს დაარტყას თითქმის ყველგან. რუსეთის გარყინული და იზოლირებული შორეული აღმოსავლეთის გარდა. და შეიძლება ის რეგიონიც აღარ იყოს უსაფრთხო დიდხანს. 21 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე აქვს დრონები, რომლებიც 3000 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ ფრენა. როდესაც მან პირობა დადო, რომ უკრაინა ახლა ყოველდღიურ დარტყმებს განახორციელებს რუსეთზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დიდხანს ლოდინი არ დაგჭირვებია, რომ უკრაინას ამ მანძილის შესაძლებლობა დაემტკიცებინა. 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სიბირის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელა, რასაც დიდი ხანძარი მოყვა. ყველა ეჭვი, რაც პუტინს შეიძლებოდა ქონოდა უკრაინის განცხადებებთან დაკავშირებით, მყისიერად გაქრა. ეს დარტყმა მანძილის მიხედვით რეკორდული იყო, რადგან ომსკი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 2500 კილომეტრითაა დაშორებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაპირება დადო უკრაინის დრონების ოპერატორებმა კი ის შეასრულეს. ეს პუტინს ძალიან უნდა აფიქრებდეს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი დაპირება დადო. 24 ივლისს ომსკის დარტყმის შემდეგ და გელენჯიკში რუსეთის პანიკის გამომწვევი ერთი დრონის გამოჩენამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამჟამად მუშაობს ახალ სადრონე ტექნოლოგიაზე. ეს ტექნოლოგია მალე უკრაინის დრონებს მისცემს შესაძლებლობას 5000 კილომეტრამდე იფრინონ.
და შორი მოქმედების დრონების ეს ახალი თაობა არ არის რაღაც შორეული კონცეფცია. მოლოდინია, რომ 4000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის უნარის მქონე დრონები უკრაინელ ოპერატორებს 2026 წლის ბოლოსთვის ექნებათ, ხოლო 5000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის უნარის მქონე დრონები უკრაინელ ოპერატორებს 2027 წლის ბოლოსთვის ექნებათ. უკრაინა ამ მიღწევებითაც არ დაგმაყოფილდება. ის მუშაობს დრონებზე, რომლებსაც 10000 კილომეტრამდე შეუძლიათ იფრინონ, რაც პრაქტიკულად რუსეთის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს მისაწვდომს გახდის. ეს დრონები 2026 წელს არ გამოჩნდება. რუსეთს 2027 წლამდე მოუწევს ლოდინი, რომ დაიწყოს უკრაინულ იარაღთან გამკლავება, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმაზე ღრმად შეიჭრებიან, ვიდრე ვინმე ოდესმე სჯეროდა, რომ შეძლებდნენ. და სწორედ ეს არის მთავარი. ომსკის, გელენჯიკის და ყველა იმ დრონის, რომელსაც უკრაინა რუსეთში აგზავნის. ყველა ეს არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დააწესა, როდესაც დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ვლადიმერ პუტინმა თავის ხალხს ძალიან კონკრეტული ზღაპარი მიყიდა, როდესაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. მათ არავინ შეეხება. არც რუსეთის რომელიმე ნაწილი დაზარალდება. შეთანხმება მარტივი იყო. ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და ამის სანაცვლოდ რუსები მიიღებდნენ რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებას და იმ კეთილდღეობას, რომელსაც ქვეყანა, რომლის მინერალური სიმდიდრე დაახლოებით 15 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, პირდება. 4 წელიწადი და ნახევარი ამ დაპირების გარკვევიდან რუსეთმა ანაზღაურება უნდა მოითხოვოს. რაკეტები და დრონები ყოველ დღე შედიან რუსეთის ტერიტორიაზე. არის ელექტროენერგიის გათიშვები, წყლის დეფიციტი, ჰაერში დამწვარი ნავთობის სუნი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაზეც ვლადიმერ პუტინი დაპირდა, რომ არასდროს იქნებოდა პრობლემა. დრონის ჩამოარდნა გელენჯიკში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კონტრაქტი დარღვეულია. ხოლო ეს მაგალითი პუტინს კიდევ უფრო სუსტად აჩენს, ვიდრე ადრე იყო. შიში მხოლოდ შორეულ რეგიონებში მსხორებ, მინიმალური დაცვის მქონე რუსებს არ უნდა ჰქონდეთ. ყოველი რუსი უნდა შიშობდეს, რადგან ქვეყანაში უსაფრთხო ზურგი აღარ არსებობს. უსაფრთხო მოსკოვი აღარ არსებობს. ასე ეწერა ევრომაიდან პრესის 18 ივნისის ანგარიშის სათაურში, რომელიც მოხვა უკრაინის მიერ განხორციელებულ მეორე იერიშს, 3 დღის განმავლობაში მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. უკრაინა 2026 წლის განმავლობაში რუსეთის ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს, განაცხადა ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა 15 ივლისს. ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები და გათბობის სისტემები. შორი მოქმედები ის იარაღის სამიზნეებია, რომლებმაც ომი შეცვალეს და რუსეთი აიძულეს მუდმივად გადახედოს თავის სამხედრო გათვრებს. რუსეთის 2026 წლის რეალობა. იმდენად შორსაა პუტინის 2022 წლის დაპირებებისგან, რომ შეიძლება ითქვას თითქოს სხვა განზომილებაში. რაც შეეხება გელენჯიკს, აურა, რომელიც ოდესღაც პუტინის მორკეულ სასახლეს ებტყა, ოფიციალურად გაქრა. ერთი დრონი, რომელიც 3 აგვისტოს რუსეთის შავი ზღვის დერეფანში შევიდა, პირველი არ არის, რომელმაც პუტინის სასახლის საფრთხის ქვეშ დააყენა. 2025 წლის აგვისტოში ჩამოგდებული უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა სასახლიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში ტყის ხანძარი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ ეს უზარმაზარი შენობა დააზიანონ, თუ უკრაინას ნამდვილად მოუნდება. 2026 წლის დასაწყისში გელენჯიკის მახლობლად კიდევ ერთი ხანძარი დაფიქსირდა, რაც კვლავ დრონის ჩამოგდებას მოჰყვა. ჯერჯერობით რუსეთის საჰაერო თავდაცვა პუტინის სასახლის გარშემო განძლია, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. უკრაინას ჯერ არ გამოუყენებია მასიური დრონების ჯარი სასახლის წინააღმდეგ. ყველა დრონი, რომელიც რუსეთმა ჩამოაგდო, ცალკეული უპილოტო საფრენი აპარატი იყო, რომელიც სავარაუდოდ სხვა სამიზნისკენ მიემართებოდა. მაგრამ გელენჯიკი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო ის სამიზნე. შესაძლოა მომავალში კიდევ გახდეს. და როცა ის სამიზნე გახდება, საინტერესო იქნება ვნახოთ, როგორ გაუძლებს სასახლის დაცვა მაშინ, როცა მას ერთეული დრონების ნაცვლად ათეულობით ან თუნდაც ასობით დრონი შეუძლებს. ელფირამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ იმაზე, რაც ახლახან პუტინის სასახლესთან მოხდა. რუსეთი პანიკაშია. ეს კარგად ჩანს თავდასხმაზე რეაგირებიდან. ეს პანიკა რეალურია და ასეც უნდა იყოს. ამასთან სდევს ფარისევლობა და ეს გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას პუტინის манипуляციურ მედია ტაქტიკებზე, ისევე როგორც იმ შიშზე, რომელთანაც ახლა ყოველდღიურად ცხოვრობს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არასოდეს გამოტოვოთ ვიდეო. რუსეთის რეაქცია გელენჯიკში მომხდარზე ზუსტად ისეთი იყო, როგორცაც ელოდებოდით, მას შემდეგ რაც გაიგებდით, რომ უკრაინის დრონის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იყო. გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ უკრაინა ცუდად წარმოიჩინათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენა. უკრაინამ საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას მიმართა, განაცხადა პრესპიკერმა მარია ზახაროვა. ტერორისტულმა ბანდამ უკრაინის სახელმწიფოზე კონტროლი აიღო, ხოლო დასავლეთი ამ ტერორიზმის მხარდაჭერაში თანამონაწილეა. არსებობს მიზეზი, რატომაც სიტყვა ტერორისტი ასე ხშირად მეორდება. რუსეთს სურს ეს ნარატივი თავის ხალხს ჩააგონოს, რადგან უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, პუტინს თავის შეჭრის გამართლებაში ეხმარება. რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება მოუწია. მას უკრაინაში დარჩენა სჭირდებოდა, მაშინაც კი როცა აშკარა გახდა, რომ თავდაპირველი შეჭრა ჩავარდა. ეს უკრაინელები ცდილობენ ყველა რუსის მოკლას და მხოლოდ მამაც პუტინსა და რუსულ არმიას შეუძლიათ თქვენი გადარჩენა. თვალთმაქცობა სრულიად სხვა დონეზე.
და გელენჯიკში მომხდარის რეალობა სრულიად განსხვავებულია. ამას უკვე მიხვდებოდით თუ გახსოვთ, რაც ადრე გითხარით. უკრაინას აშკარად სამხედრო ობიექტი ჰქონდა მიზაში. ობიექტი, რომელიც რუსეთის სარაკეტო ინფრასტრუქტურას ემსახურებოდა. ის სულ რამდენიმე მეტრში იყო იმ ადგილიდან, სადაც უკრაინის დრონი ჩამოვარდა. რაც შეეხება თვით დრონს, ის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. რაც შეეხება სროლის გადაწყვეტილებას, ანდრეი კოვალენკომ, რომელიც უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრს ხელმძღვანელობს, რუსეთს მკვეთრი სიტყვები უთხრა. ეს იყო რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების საქმე, რომლებმაც დრონი დასასვენებელი ხალხით სავსე პლაჟის თავზე ჩამოაგდეს. და ეს იყო რუსეთის ხელისუფლების საცოდავი მცდელობა, რომლებიც ხშირად მალავენ საჰაერო განგაშის სიგნალებს, ან ვერ აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ასეთი განგაშის დროს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კოვალენკომ განაცხადა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის დრონი დასახლებულ პლაჟზე ჩამოეგდო და რომ უკრაინა მხოლოდ იმ ობიექტებს ესმის თავს, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილია, ან სხვაგვარად ეხმარება პუტინს თავისი ომის დაფინანსებაში. CNN-ის ანალიზი უკრაინის დრონის ჩამოვარდნის ვიდეოზე აჩვენებს, რომ დრონის დაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე ავტომატური ცეცხლი მინიმუმ 3 იარარიდან ისმის. შემდეგ უკრაინის დრონი მკვეთრად იცვლის მიმართულებას და სანაპიროზე ეცემა, რადგან მიდრისი ტრაექტორიის კონტროლი იკარგება. რუსეთმა ეს თავის თავს გაუკეთა, მაგრამ ტერორიზმში ადანაშაულებს ხვებს. მოდით ერთი წუთით ამ ფარისევლობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, რადგან რუსეთმა ჩამოაგდო უკრაინული დრონი დასახლებულ სანაპიროზე. საუკეთესო შემთხვევაში ეს არის რუსული შემთხვევითი ინციდენტი, რომელსაც იყენებენ უკრაინის დასანცირებლად. უარეს შემთხვევაში რუსეთმა განზრახ ჩამოაგეს დრონი. არ გაუწია არანაირი გაფრთხილება მოსაოდნელი საფრთხის შესახებ, რათა გამოიწვია მსხვერპლი, რომელიც შემდეგ უკრაინას დააბრალებდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მსხვერპლი უკრაინის განზრახული არ ყოფილა. ეს ისაა, რასაც ვერ ვითხვით რუსეთზე და მის შორ მანძილზე განხორციელებულ თავდასხმებზე უკრაინის წინააღმდეგ. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 30 ივნისამდე 16431 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. კიდევ 48613 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათგან ბევრი რუსეთის რაკეტებითა და დრონებით. სინამდვილეში გელენჯიკის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა. ეს არის განსხვავება უკრაინასა და რუსეთს შორის. უკრაინა სამხედრო ობიექტებს ესმის თავს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა-შეღუპვა შემთხვევითობაა. რუსეთი კი მიზანმიმართულად ესმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ის ამას შეჭრის დაწყებიდანვე აკეთებს. და ამას გააგრძელებს, რადგან პუტინი თვლის, რომ უკრაინის მოსახლეობაში შიშის დათესვა შეიძლება გამოიწვიოს მათი ზელენსკის წინააღმდეგ წასვლა და რუსეთის მიღება. როცა ზახაროვა ტერორიზმს უწოდებს იმასაც პუტინის სასახლესთან მოხდა, მისი სიტყვები ისეთივე ცარიელია, როგორც კევინ ბეიკონის როლი უხარისხო 2000-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკაში. რუსეთს უბრალოდ სერიოზულად ვერ აღიქვამ, როცა ის განზრახს სჭადის ასეთ უსამართლობას, რომელსაც არც კი ცდილობს გაამართლოს. პუტინი ომის დამნაშავეა. ეს იმდენად ნათელია. მაგრამ ის, რაც ახლახან გელენჯიკში მოხდა, ასევე გვიჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც თავს ხელშეუხებლად თვლიდა, ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება დაზარალდეს. და ეს პუტინს ძალიან შეაშინებს. კრიმინალი, რომელიც მუდმივად მიმალვაშია, საკუთარ მიწაზე თავისუფლად გადაადგილებაც კიდევ შეუძლია, რადგან იცის, რომ ერთ დღეს უკრაინელი დრონების ოპერატორები შეიძლება სწორედ მას დაუმიზნო. კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც რუსეთი ასე სწრაფად დაიწყო უკრაინის მორიგი დადანაშაულება იმ ინციდენტში, რომელიც უკრაინის ბრალი არ იყო. საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ უკრაინას ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ვლადიმერ პუტინი გელენჯიკში მომხდარს პროპაგანდისტვის იყენებს. როდესაც ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ უკრაინა აქტიურად ცდილობს მისი ლიკვიდაციას, სანამ ის რუსეთის მოქმედი პრეზიდენტია, ჩვენ ეს ვიცით, რადგან ვლადიმერ პუტინს მსგავსი შემთხვევების ისტორია აქვს. 2025 წლის ბოლოსკენ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ დრონით შეუტია ვლადიმერ პუტინის რეზიდენციას ჩრდილოეთ ნოვგოროდის რეგიონში. რუსეთმა ეს მტკიცება ბოლომდე გაათამაშა. მას ზოგადად გამოაქვეყნა კადრები, სადაც თითქოს ჩანს უკრაინული დრონები, რომლებიც რეზიდენციის გარეთ მიწაზე ჩამოგდებულია. რუსეთის თქმით, სულ უკრაინამ პუტინის სახლზე 91 შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა. კადრებში მხოლოდ 1 ან 2 დრონი იყო ჩამოგდებული და არ არსებობდა ვიდეო, სადაც დრონების ჩამოგდება ჩანს. კონსპირაციულად განწყობილებს შეიძლება მაშინვე ეფიქრათ, რომ რუსეთმა ნოვგოროდში სხვა თავდასხმებიდან უკრაინული დრონების ნამსხვრევები სპეციალურად განათავსა, რათა ისე გამოჩენილიყო თითქოს უკრაინა პუტინის მოკლას შეეცადა. კონსპიროლოგები მართალი იქნებოდნენ. სწორედ ასე მოიქცა, როგორც ჩანს რუსეთი. უკრაინა მაშინვე უარყო რუსეთის ბრალდებებით და 5 იანვარს თავდასხმიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ აშშ-ის გამოძიებამ ამ ეგრეთ წოდებული თავდასხმასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ნოვგოროდში სინამდვილეში უკრაინული თავდასხმა არ მომხდარა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავდაპირველად თქვა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო თავდასხმაზე, განაცხადა: არ მჯერა, რომ ეს თავდასხმა მოხდა. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს მოხდა. ახლა როცა შევამოწმეთ. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? როცა რუსეთმა ეს განცხადება გააკეთა, იმ დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში იყო. სავარაუდოდ თავდასხმის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართული იყო, რადგან პუტინი ცდილობდა თავისი რეალური შიში უკრაინული დრონების მიმართ გამოეტენებინა და შეერთებული შტატები რუსეთის მხარეს დაეყოლიებინა. ეს არ გამოუვიდა. მაგრამ ახლა არსებობს დადასტურებული თავდასხმა, რომელიც გელენჯიკის მახლობლად მოხდა.
პუტინის ხელქვეითებს ჯერ არ დაუკავშირებიათ ეს თავდასხმა პუტინზე განხორციელებულ მკვლელობის მცდელობას. მაგრამ დარტყმა და რუსეთის დაგმობა სწორედ მაშინ ხდება, როცა ჭორები ვრცელდება, რომ აშშ და უკრაინა მუშაობენ საჰაერო ცეცხლის შეცვათის გეგმაზე, რომელიც მალე შეიძლება პუტინის მაგიდაზე აღმოჩნდეს. არ გაგვიკვირდება თუ პუტინი გელენჯიკის ინციდენტს გამოიყენებს ამ გეგმის უარყოფისთვის, თუ კი ის რეალური გახდება. მხოლოდ ამჯერად შეშფოთება რეალური იქნება. უკრაინის დრონი მართლაც მიუახლოვდა პუტინის სასახლეს. პუტინი შეიძლება სცადოს ყველაფრის დამახინჯება, მაგრამ მისი პასუხი ტერორი იქნება. ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე თავდასხმის შიშით ცხოვრობს. იქნება ეს უკრაინის დრონები თუ მისი საკუთარი გარემოცვის წევრები. კარგად არის დოკუმენტირებული, რომ მინიმუმ მაისიდან პუტინი ახლა უმეტეს დროს მიწისქვეშა ბუნკერებში დამოლაში ატარებს. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მას სთხოვენ, რომ ერთ-ერთ სულ უფრო იშვიათ საჯარო გამოჩენაზე გამოვიდეს. Forbes ამბობს, რომ უკრაინის დრონებმა განაპირობეს მისი ბუნკერებში ცხოვრება, რადგან პუტინი აქტიურად არიდებს თავს იმ დიდრულ საკუთრებებს, რომლებსაც ადრეს სახს უწოდებდა. The Independent ამბობს, რომ ამ ბუნკერებიდან მინიმუმ ერთი კრასნოდარის რეგიონში მდებარეობს, რაც სწორედ ის ადგილია, სადაც პუტინის სასახლეა განთავსებული. თითქოს პუტინი ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს დარჩეს იმ ცხოვრებასთან, რომელსაც ადრე იცნობდა. თუმცა იცის, რომ ამ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება, სანამ უკრაინის ომი გაგრძელდება. ეს შიშია მთავარი უკრაინისთვის ამ ყველაფერში. შეიძლება 3 აგვისტოს უკრაინის დრონი პუტინის სასახლეს მიზანმიმართულად არ ესმოდა თავს, მაგრამ უკრაინას არ ეწყინება, რომ მისმა ერთ-ერთმა დრონმა ასე ახლოს მიაღწია. ახლა ეს დრონი შეიძლება რუსი ხალხისთვის კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისა, რომ მათი ძლევამოსილი ლიდერი ის არ არის, რასაც ამტკიცებს. კიდევ ერთი დაპირება დაირღვა, ზუსტად ისე, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტრაქტი. პუტინი თითქოს რუსეთის დიდი დამცველი უნდა იყოს, ადამიანი, რომელიც თავის ერს იცავს და ყველაფერს აკეთებს მის დასაცავად. ეს არის ის ნარატივი, რომელიც მან საკუთარ თავზე უკვე 200 წლეულის განმავლობაში შექმნა და ეს ყველაფერი ჩამოინგრა. პუტინი ძლიერი ლიდერი არ არის. ის კაცია, რომელიც ცხოვრებას ბუნკერებში ატარებს, სამხედრო აღლუმებს აუქმებს და საკუთარ ქვეყანაში დისკურსს ხვდავს, რათა თავისი იმიჯი შეინარჩუნოს. ბოლო 4 წელიწადი და ნახევარია პუტინის ჭავშანი სერიოზულად დაზიანდა. ახლა კი გელენჯიკში მხოლოდ ერთხვა დრონმა კიდევ ერთი სერიოზული ბზარი გააჩინა ამ ჯავშანში. ახლა ეს ყველა მიცის რუსეთში. პუტინი შეიძლება გახდეს უკრაინის სამიზნე, როცა უკრაინას ამის სურვილი ექნება. და თუ ის არ იქნება, უკრაინა შეძლებს დაარტყას რუსეთის საზოგადოების მთელ სტრუქტურას, რადგან პუტინმა საზოგადოების ყველა ასპექტი თავის უკრაინაზე ობსესიას დაუქვემდებარა. ეს ვნახეთ უკრაინის მიერ განხორციელებული შეტევებით Wildberries-ზე. ზედაპირზე Wildberries სამოქალაქო კომპანია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. სწორედაც რომ არა. ის ისეთივე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა, როგორც ნებისმიერი სხვა, და უკრაინის შეტევები ამ კომპანიაზე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აბრუნებს უკრაინა პუტინის ომს მის სამშობლოში. გაიგეთ მეტი, ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, სამხედრო შოუზე კიდევ ბევრი საინტერესო მასალა გველოდება. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ პირველებმა ნახოთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.